მოგესალმებით. Ამ გადაცემათა ციკლში ჩვენ შევეცდებით თქვენთან ერთად გავაანალიზოთ, რას ნიშნავს ევროპასთან ასოცირების შეთანხმება თითოეული ჩვენთაგანისათვის. რა არის ევრორეგულაციები და როგორ აისახება ის ქართულ კანონმდებლობაში ისე, რომ ბიზნესმენებმა, მეწარმეებმა, ფერმერებმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს მათი სარგებელი. გავიგებთ, როგორ აპირებს მთავრობა მეწარმეებს დაეხმაროს იმისთვის, რომ ხარისხის ახალ ევროპულ სტანდარტებზე უმტკივნეულოდ გადავიდნენ. ასევე გავეცნობით იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. პრემიერი ღარიბაშვილი ასოცირების შეთანხმებაზე საუბრისას მუდამ აღნიშნავს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპის 500 მილიონიანი ბაზრის ნაწილი და რომ აქ ფულის დაბადება უცხოელებისთვის სწორედ ამიტომ გახდება მიმზიდველი. ანუ მარტივად რომ ახსნათ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აქ ჩამოვლენ ინვესტორები, აწარმოებენ პროდუქციას და ევროპაში ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ, რაც მათთვის ნამდვილად მიმზიდველი პირობაა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მარიამ გაბუნიას თქმით, ასეთი შესაძლებლობებით განსაკუთრებით იმ ქვეყნის ინვესტორები დაინტერესდებიან, რომელთაც ევროკავშირთან არ აქვს ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება. ანუ ის შეთანხმება, რაც ხელმოწერილი აქვს საქართველოს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად საქართველოს ასეთი შესაძლებლობა ჯერ არ ქონია. მაგალითად, ასეთი არის დიდი აზიური ქვეყნები, ანუ ევროკავშირის ქვეყნებიც თვითონ დაინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლით, იმიტომ რომ თქვათ, რო ავიღოთ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, პირველი ყველაზე დიდი ეფექტი, რაც მოიტანა ამან, ეს იყო, რომ თვითონ თურქული ინვესტიცია შემოვიდა დიდი რაოდენობით საქართველოში, როცა გაფორმდა ეს ხელშეკრულება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე ევროპელი ინვესტორებისათვისაც ეს იქნება დიდი ბიძგი. თუმცა ინვესტირებისთვის უცხოელებს აუცილებლად უნდა დახვდეს ადგილზე შედარებით გამართული ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თუ ვინმე მოისურვა საქართველოდან თაფლის გატანა და ამისთვის თაფლის შემგროვებელი და დამფასოებელი საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, ის აუცილებლად წააწყდება პრობლემას. საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც თაფლის ხარისხს შეამოწმებს. მთავრობა ამბობს, რომ ასეთი ლაბორატორია წლის ბოლოს გაიხსნება და გაჩნდება სხვა პროდუქტის კვლევის შესაძლებლობაც. სამოგიოროდ რუსეთის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებს საქართველოსგან არ ითხოვს რუსეთი. საზღვარი გახსნილია და როგორც კი მოსავალი შეგროვდება, ის რუსეთის ბაზარზე შევა. გაიხსნა ვაშლი, მსხალი, კომში, ანუ თესლოვანი კულტურები, ხეხილი, გაიხსნა ყურძენი, გაიხსნა ციტრუსი, მანდარინი მათ შორის, გაიხსნა დაფნა, ჩაის, სუნელები. ეხლა არის პიკი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. ეს არის ატამი და ვაშლატამა, რომლის კარგ მოსავალს ველოდებით, პროგნოზი ძალიან კარგია, შესაბამისად, ყველაზე დიდი აქცენტი იქნება ამ კულტურებზე. თქვენ შეამოწმებთ თუ არა კონცენტრაციას დაუშვათ, რამდენი დაიხარჯა მასზე სასუქი, რა პესტიციდი იქნა, რა დოზით გამოყენებული, აი ამისი ისტორია. ამას სხვათა შორის ამ მეთოდოლოგიას ფლობთ. თუ იქნება აუცილებელი, ეს ჩვენი ლაბორატორიები ამას განსაზღვრავენ. ასე რომ პრობლემა არა, ჯერჯერობით ამას არ ითხოვენ. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ხარისხის სტანდარტების მხრივ რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს ევროკავშირს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტის მიმართ. პირველად წარმოების პროცესში არის რამოდენიმე სტანდარტი. ეს არის მემცენარეობაში Global Gap-ი და იგივე მეცხოველეობაშიც სოფლის მეურნეობა იწყება ნიადაგიდან, ანუ ნიადაგის ანალიზიდან ეს უნდა კონდეს ყველა მეურნეობას. რასაკვირველია, მაღალი ხარისხის სარგავი და სათესლე მასალა სერტიფიცირებული უნდა იყოს გამოყენებული. შემდეგ თუ რა აგროქიმიკატებს იყენებენ, ანუ რა სასუქებს იყენებენ, რა პესტიციდებს იყენებენ, პესტიციდებს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ, ანუ დროის რომელ პერიოდში, რა დოზებით, ყველაფერი ეს უნდა იყოს ჩაწერილი. ანუ ჩანს, რომ რუსეთის ბაზარზე პროდუქტის გატანა სურსათის ხარისხის კონტროლის კუთხით ევროპასთან შედარებით გაცილებით იაფია. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ევროპასთან კანონმდებლობის დაახლოება მოხდება ეტაპობრივად და თუ მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად ბიზნეს ხელშეწყობა ექნება, საქართველო დაახლოებით 6-8 წელიწადში შეძლებს წარმოება გარდაქმნას ისე, რომ საკუთარი მომხმარებელი დაიცვას მავნე პროდუქტისგან და ევროპის ბაზრებზეც შევიდეს. სახელმწიფო სწორედ შეუძლია ის გააკეთოს, რომ
სწორედ აი ესეთი ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების შექმნით და მაღალ დონეზე აყვანით სურსათის უნებლობის კონტროლის სისტემისა მთლიანად, თავისი ასე ვთქვათ რეგიონებში განყოფილებების მოცვით, თავისი ადრეული გაფრთხილების სისტემით და ფიტოსანიტარული კონტროლის სისტემებით, საბაჟოებზე კარგი კონტროლის სისტემით ჩამოყალიბებით და ასე შემდეგ, შეუძლია აიყვანოს იმ დონეზე, რომ ევროკავშირმა ცნოს ჩვენი სისტემა შესაბამისად და მისაღებად და სანდოდ ევროკავშირისთვის. თუმცა საქართველოს უკვე დღეს ყავს მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას ევროპის ბაზარზე ბოლო წლებია წარმატებით ყიდია. კომპანია კულას დირექტორი ვანო გოგლიძე ამბობს, რომ კულა სრულად აკმაყოფილებს ევროპის მოთხოვნებს. კულას საექსპორტო პროდუქციის ნახევარი რუსეთში გადის, მეორე ნახევარი კი ევროპაში. პირველი კონტეინერები წავიდა ამავე ქვეყნებში, გერმანიაში და პოლონეთში და იმის შემდეგ უკვე ყოველ წელს ემატება ახალი და ახალი ქვეყანა. ძირითადად ხარისხიდან გამომდინარე ყველანაირი ტესტირება და შემოწმება გაიარა და ჩვენი ხარისხი გვიჭირავს უკვე 5 წელია, რაც თავიდან დავიწყეთ და ამ ხარისხის შედეგად ვართ, რომ ევროპამ მიიღო ჩვენი პროდუქტი. ევროპაში 2006 წლიდან წარმატებით ყიდის თავის ნატურალურ ქვევრის ღვინოს მცირე მეწარმე იაგო ბიტარიშვილიც. როდესაც თავდაპირველად საწარმოს არეგისტრირებდა, მას კითხეს სადაპირებდა ვენახის გაშენებას. უპასუხა მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახშიო. შევატყე, არ გამოუხატია, მაგრამ შევატყე ადამიანს, რომ გაეღიმასავით, რომ ჩარდახში ღვინის კომპანია რა, უსწლია რა, ასე ვთქვათ. აი მაშინ ჩემო მეგობრებო ბერმა იცის რომ მაშინ თქვი რომ მხოლოდ ამის გულისთვის მაინც უნდა გავაკეთო. თქვი რომ დავარწმუნო და დავამტკიცო რომ ნებისმიერ სოფელში საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალია, თუ კი ასე ვთქვათ ძალიან მოვინდომეთ რა. იაგოს ღვინო ევროპელებმა პირველად საქართველოში სტუმრობისას დააგემოვნეს. ჩვენთვისაც მოულოდნელად აი როდესაც გასინჯეს აქვე შეგვიკვეთეს. და ესეთი რამეც გითხრა მაშინ ლუკამ არ დამავიწყდება რომ ამის მერე რა რაოდენობაც არ უნდა გააკეთოს თუ ჩვენ წავიღებთ თუ შენი სურვილი იქნება. იაგო ღვინოს რუსეთში არ ყიდის. ამბობს რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და თამაშის წესები მუდმივად იცვლება. სამაგიეროდ მას შემდეგ რაც 2006 წელს ღვინის პირველი პარტია იტალიაში შეიტანა, ამას მოყვა საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. შეიძლება იგივე რუსეთის ბაზარის და ევროპის ბაზრის შედარებას ზოგადად ნებისმიერი ბაზარი სადაც შეიძლება რომ გაყიდო ბიზნესისთვის კარგად ითვლება. მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იგივე დიდი კომპანიებისათვის იმ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველთვის არის შიში რა იქნება ხვალ შეიძლება არ ვიცით ასე ვთქვათ. აი ამ შემთხვევაში იგივე ჩემი და ჩემი მეგობრების ვინც ყიდით ასე ვთქვათ ევროპაში და სხვა ქვეყნებში ამის შიში პრინციპში არ აქვს. თავარია რომ ღვინო იყოს ასე ვთქვათ ნორმალური და კაი ხარისხის გამოგვიდეს რომელიც პირველ რიგში ჩვენ მოგვეწონოს. მაგთიკომის გენერალური დირექტორი დევიდ ლი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების როგორც თავად ამბობს ფანატიკოსი მხარდამჭერია. ის ფიქრობს, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმება უდიდესი შანსია ქართული მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. როდესაც ხვდები ელჩებს სხვადასხვა მაგალითებს განვიხილავთ. პოლონეთი წარმატებული ქვეყნის კარგი მაგალითია. 15 წლის წინ პოლონეთს ზუსტად იგივე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, რაც ახლა უკრაინას. იგივე მთლიანი შიდა პროდუქტი, ახლა სამჯერ მეტი აქვს. განვიხილოთ ესტონეთი. მათ შექმნეს Skype მსოფლიოში საუკეთესო IT ინფრასტრუქტურა აქვს. ზოგიერთმა ქვეყანამ განავითარა ისეთი წარმოება, რომლის თაობაზე არც კი ჰქონიათ წარმოდგენა და არც დაუშვიათ არასოდეს, რომ ასეთ დარგს პოტენციალი ექნებოდა მაგალითად. პოლონეთი გახდა ვაშლების მეორე ექსპორტიორი მსოფლიოში. ევროპაში ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელია ეს მოვლენები მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირს შეუერთდნენ. სტანდარტების აწევასთან და საწარმოების განვითარებასთან ერთად ჩვენ განვავითარებთ ევროპულ კანონებს, ევროპულ მეთოდებს, ევროპულ ტექნოლოგიებს, ევროპულ ექსპერტიზას, ევროპულ განათლებას, რაც ნიშნავს საუკეთესოს მსოფლიოში და ეს აწევს თავისთავად ყველაფრის დონეს საქართველოში. მონა ქლივიძე მოგითხრობთ, როგორ ემზადება მარნეულის სასურსათო ქარხანა ევროპის ბაზრებზე შესასვლელად.
მარნეული აგროს ნაკვეთში ბოსტნეულის პირველ მოსავალს იღებენ. კიტრის ნაწილი აქ ხელით, ნაწილი კი მექანიკური მეთოდით იკრიფება. ეგრეთ წოდებული საპიკულე კიტრი მოკრიფის შემდეგ გადასამუშავებლად მათსავე საწარმოში მადნეულის სასურსათო ქარხანაში უნდა გაიგზავნოს. როგორც ამბობენ, მოსავალი ყოველ წელს მატულობს, თუმცა ქარხანამ სრული დატვირთვით რომ იმუშაოს, ამისთვის მეურნეობაში მოწეული ბოსტნეული ჯერ საკმარისი არ არის. Сейчас пик называется в огурцах, можем убирать в день. ეგრეთ წოდებულ პიკის საათში შეიძლება დღეში 30-40 ტონამდე მოსავალიც ავიღოთ. ერთ მანქანას 12-დან 13 ტონამდე კიტრის მოკრეფა შეუძლია დღეში, მაგრამ ეს ცოტაა. ბოსტნეული ქარხნისათვის საკმარისი არ არის, ქარხანას მეტი წარმადობით შეუძლია მუშაობა. მეტი პოტენციალი აქვს, ამიტომ სამომავლოდ მეურნეობის გაზრდას გვეგმართ. Хорошо идет, и поэтому в дальнейшем в наших мыслях расширяться. მინდორში აღებული ბოსტნეული ქარხნის ეზოში იცლება. დაკონსერვებამდე ის გარეცხვისა და დაფასოების პროცესს გადის. ეს არის კიტრის კალიბრატორი, რომელიც ზომების მიხედვით ახარისხებს კიტრს, რომ შემდგომ მოხვდეს ის ფილებში. მაგალითად, ეს არის ლიტრიანის ფორმატი. სტანდარტულად ერთი ზომის კიტრი გამოდის ამ შემთხვევაში და უკვე სხვადასხვა კალიბრის მიხედვით სხვადასხვა ზომებზე ფასოვდება. ეს არის 700 მილilitrიანი კიტრის ფორმატი. აქ ხდება ხილების პირველადი მომზადება, როდესაც ხდება ცარიელ ხილებში მწვანილის და სუნელების ჩახრა მომზადება. ცოცხალი მწვანილი, ნიორი და ღვთის ფოთოლი წიწაკა იყრება ამ შემთხვევაში და შემდგომ მიდის ხაზზე, სადაც უკვე ავტომატურად ხდება კიტრის ფილებში ჩადება. კიტრის პიკული ქარხნის საწყობებში 10 დღეზე მეტხანს არ ჩერდება. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სავაჭრო ქსელში მალევე უნდა გაიგზავნოს. კიტრის წნილი კარგად იყიდება, ამიტომ მარკეტების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად საწარმოს ფლობელები პროდუქციის ექსპორტზე გატანას მაინც აპირებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირი იქნება. საბოლოო მიზანი არის, რომ ექსპორტზე გაიტანო, მაგრამ ექსპორტზე რომ გაიტანო შენი პროდუქცია, თავიდან უნდა ადგილობრივი ტესტირება გაიარო ადგილობრივ ბაზარზე. მხოლოდ ამის მერე უკვე რომ მოიპოვებ რაღაც იმიჯს და მოწონებას მომხმარებლის, უკვე შეგიძლია მერე იფიქრო ექსპორტებზე. ეხლა ჩვენ პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ანუ რა ვისწავლეთ იმ მოყვანა, თვითონ ამ ბოსტნეულის ყველაფრის წელსაც ძალიან დიდი ინვესტირება გავაკეთეთ. მარნეულის სასურსათო ქარხანაში ამჟამად კიტრის წნილს ამზადებენ. იგი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაიყიდოს. როგორც ამბობენ, წარმოება ყოველწლიურად ფართოვდება, თუმცა კიტრის წნილი მაინც დეფიციტურად ითვლება. როდესაც საკუთარ ფერმერულ მეურნეობებს გააფართოვებენ და წარმოებაც გაიზრდება, კიტრის წნილს უკვე ექსპორტზე ევროპაში გაიტანენ. წარმოებას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება, ევროპულ ბაზარზე შესulis უფლება რომ მისცენ ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი უნდა გადალახოს. ამისთვის კომპანიამ წარმოების სტანდარტის და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა მოიპოვოს. ლაბორატორიები, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტები უნდა გასცეს, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ევროპაში ექსპორტს თან ახლავს სატრანსპორტო პრობლემებიც. ამის მიუხედავად, ავთანდილ სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წარმოებას ევროსტანდარტებზე შემოწმების გავლა არ გაუჭირდება. გადაზიდვები სამწუხაროდ ჯერჯერობით ძალიან ძვირიჭდება და ძალიან თვითღირებულებას აძვირებს უკვე ჩატანილი პროდუქცია. შეიძლება თვითღირებულება იყოს დაბალი, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯი იყოს მაღალი და ამის გამო აი კონკურენტუნარიანი ვერ გახდე ამის გამო. ჩვენ რო შევადაროთ ჩვენი პროდუქცია და ევროპული პროდუქცია. ეხლა იმდენად ჩვენთან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი არის ორგანული. იმდენად ცოტას ხმარობთ ჩვენ სასუქებს, ამ პესტიციდებს, ჰერბიციდებს და რა ვიცი, შხამქიმიკატებს, რომ პრობლემა არ უნდა დადგეს არც საბუთების შეგროვებაში, არც იმ რეგულაციები, რაც არის ფასი და მეტი მოგება ეს არის ის უპირატესობა, რასაც წარმოების ხელმძღვანელი ევროპულ ბაზარზე შესulis შემდეგ ელოდება. თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერმა წარმოებამ მუდმივად ბაზრების დივერსიფიცირებაზე უნდა იფიქროს.
რუსეთის ბაზარი არის უფრო იაფიანი ბაზარი, ევროპის უფრო ძვირადღირებული. რუსეთის ბაზარზე შეგიძლია უფრო დიდი რაოდენობა გაყიდო იაფად, მაგრამ რაც შეეხება ევროპის ბაზარს, შეგიძლია უფრო მცირე რაოდენობა და მაღალ ფასში. წარმოება, რომელმაც ევროპელი მომხმარებლის განწყობა უკვე მოსინჯა და საცდელი პარტიაც კარგად გაყიდა, სხვა ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე გასვლის სურვილი აქვთ, ურჩევს ევროპულ მოთხოვნებს არ შეუშინდნენ და თამამად წავიდნენ დასავლეთისკენ. შიში აქვს ხალხს, რომ აი თუ ეხლა იქ ისეთი მოთხოვნაა და სკეპტიკურად უყურებენ, რომ აი იცით რა, მაინც ეხლა ევროპა, ხო? მაინც ვერ გავიტანთ იქ პროდუქციას, მაინც იქ ვერ შევაღწევთ და დიდი კონკურენცია, მაგრამ ეს ესე არ არის. მე სხვანაირად ვფიქრობ. ქართველები მოუთმენლები ვართ, გვინდა რომ ერთ წელიწადში გავიდე, დავიპყროთ ყველაფერი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გრძელვადიანი ბიზნესია. მარნეულის სასურსათო საწარმო ელოდება, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში სხვა მსხვილი ფერმერული მეურნეობებიც გაჩნდება, ვისგანაც მან ნედლეული უნდა შეიძინოს. ქარხანა სრულად დაიტვირთება და ევროპაში გასატანი პროდუქციაც მოიუღებს.